როცა ამაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში მე არ ვიტყოდი არაფრით იმას, რომ ეს არის წმინდა სამართლებრივი გადაწყვეტილება და ეს ყველაფერი მოხდა მხოლოდ იმის გამო, რომ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს ჰქონდა გარკვეული პრობლემები. ეს საქმე დაყოფილია რამოდენიმე პროცესად, მათ შორის უკვე დასრულდა პროცესების ნაწილი ახლა უნდა დასრულდეს 17-ში ველოდებით, ახლა პროცესი უნდა იყოს და პატიმრების ნაწილთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, რაც არის წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუ ბრალდების მხარის მოტივაცია იყო ის, რომ იცი რა ამ საქმეს პრობლემა აქვს კონკრეტულ ბრალდებულებთან მიმართებით და მოდი დავაპროცესო და კარგი იქნება თუ აღერებენ, ამ შემთხვევაში ყველასთან უნდა ყოფილიყო გაკეთებული ამგვარი შეთავაზება, გამომდინარე იქიდან, რომ პრობლემები ამ საქმეს აქვს გამოძიების ეტაპიდან დაწყებული, საბოლოოში განაჩენი რო ხელში დავიჭირე, სადაც წერია წინადადება, რომელიც არც ერთი მტკიცებული არ მყარდება და ჩვენ ვხედავთ, ანუ ჩვეულებრივი ადამიანმა განაჩენო წაიკითხოს, ნახოს რომ მაგალითად ირაკლი ჩხუტკასთან მიმართებით განაჩენში უწერია სიტყვები ის იმყოფებოდა სასახლის ეზოს ტერიტორიაზე, არ მტკიცდება არაფრით და საბოლოო ჯამში არსებობს მხოლოდ ერთი მტკიცებული, ანუ საქმეს თუ პრობლემა ჰქონდა, ირაკლი ჩხუტკა იქნებოდა ერთ-ერთი პირველი, ვისაც შესთავაზებდნენ ამ საპროცესო შეთანხმებას. არ შესთავაზეს? არა, შეთავაზება არ ყოფილა ამ შემთხვევაში, ანუ ამის უკან დგას პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც უნდა განვიხილოთ ცალკე იურისპრუდენციისგან განცალკევებით. გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი ესაქმება სასამართლო პროცესთან და ჭეშმარიტების დადგენას. ეს არის წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკოსები და პოლიტიკა რო ირეოდა ამ ყველაფერში, მინიმუმ იქიდან ჩანს, რომ სამთავრობო არხები გაშავებით იყვნენ დაკავებული მჟავრდებულების დღე და ღამე და ზოგადად ვინმეს თუ ეგონა, რომ აქ რაღაც დამოკიდებული სასამართლო მიმდინარეობდა და მართლა ჭეშმარიტების დადგენისკენ იყვნენ მოტივირებულები, როგორც ბრალდების მხარის წარმომადგენლები, ისე მოსამართლე, მინიმუმ ეს დაეჭვებდა იმაში, რომ აქ ხო არ არის ჩარეული რაღაცა უხილავი ხელი, რომელიც ამ ყველაფერს მართავს. ჩვენ შემთხვევაში ეს ხელი საკმაოდ ხილულია, გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს უამრავი შეკითხვა, როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე რა თქმა უნდა პროცესის მიმდინარეობისას. ჩელე, ჩვენ ნახეთ გამოსული ადამიანების განწყობები, ძალიან ამაღელვებელია ხოლმე ოჯახის წევრებთან შეხვედრა, ბავშვებთან, მეუღლეებთან, მშობლებთან, განსაკუთრებით ბევრ მათგანს მოხუცები ყავს სახლში და ამის აღწერა თავისთავად შორს აგვიყვანს იმდენად მძიმე არა მარტო დრამატული, სამწუხაროდ ხშირად ტრაგიკული ისტორიების მომსწრენიც ხვდებით. ამიტომ ვერავის ვერ გაამტყუნებს ამ შემთხვევაში. ორიოდე სიტყვით თუ გითხრა, შეგიძლია გითხრა ამ გადაწყვეტილებების მორალურ მხარეზე, განსაკუთრებით იმ ადამიანების ფონზე, რომლებიც სინდისის პატიმრების, რომლებიც ციხეში რჩებიან და კატეგორიულად უარს ამბობენ ბრალის აღიარებაზე შესაბამისად, მათი ასე ვთქვათ საპროცესო შეთანხმებით ან შეწყალებით, მათი ასე ვთქვათ თავისუფლების მიღების პერსპექტივაზე. მოგასაგებია, რომ პოლიტიკა ხშირად საიდანაც ამ ყველაფერს ვაკვირდები, თუმცა პოლიტიკის მიღმა უნდა დავინახოთ კონკრეტული ადამიანები და მათი ინდივიდუალური თუ ოჯახური ტრაგედიები და ის სირთულეები, რასაც ეს ხალხი ეჯახება. მე ხა არანაირად არ მინდა, რომ ვინმეს გადაწყვეტილება გავაკრიტიკო, მჟავრდებულების და პატიმრების გადაწყვეტილების კრიტიკა არ არის ჩემი მიზანი, უბრალოდ მე რაზეც გული მწყდება და რაც მაბრაზებს, არის საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულება ამ ყველაფერთან, რომლებიც ხალხური წამოწევრილები ვიღაცებს უყვირიან, რომ არა თქვენ ციხეში უნდა ისხდეთ. გასაგებია, რომ საზოგადოების ნაწილს ყოველთვის აქვს იმის მოთხოვნება, რომ ყავდეს ტანჯული გმირის ხატი, სადღაც რომელიც უსამართლოდ იტანჯება და ამ ყველაფრისგან იღებდეს როგორც მოტივაციას, ისე დამატებით მორალურ უპირატესობას, თუმცა ადამიანური ტრაგედიები კარგად უნდა დავინახოთ და უნდა ასევე ვნახოთ ის სირთულეები, რაც ამ ხალხს გადააქვს. ამ შემთხვევაში, იცი რა, ვიღაცას უთხრა, რომ ციხეში იჯექი, მაგრამ შენს პროცესებზეც არ მოვალ, გარეთ ვერაფერს ვერ შეცვლი, ციხიდან რასაც დაინახავ, არის ის, რომ ოპოზიცია ერთმანეთს აფურთხებს და არაფერი აქ ჯერ შესვლისკენ შენი თვალით დანახული არ იქნება და ამის ფონზე შენ ახლა ციხეში ჩაჯექი, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვჭირდება, გარეთ არ გამოხდეთ, იმიტომ რომ გარეთ მაინც არაფერი არ ხდება, ციხეში შეიძლება რაღაც საქმე გააკეთო. ეს არ მგონია სწორი. ამ შემთხვევაში საზოგადოების იმ ნაწილმა, ვისაც მიაჩნია, რომ საჭიროა გმირი, რომელიც ციხეში იჯდება, ამ ქვეყანაში ძალიან მარტივია ციხეში მოხვედა. და ყველა შეუძლია გახდეს ის გმირი, რომელიც ციხეში იჯდება და ციხიდან უდასაც მოტივაციას მიღწევა საკუთარ თავისუფლებას. სირთულეს არ წარმოადგენს. პირიქით სირთულეა, რომ ეს აქცდეს. ამ ხალხს ვეკითხები ხა 39 ტომიანი საქმეა, რომელიც საკმაოდ კარგად მაქვს შესწავლილი და რატო ვერ ხედავ ამ ადამიანებს, ვინც მეუბნება, რომ კი ეს საქმე უნდა გაკეთებული იყოს, სწორი იყო და ანუ რატო არ იყვნენ ის ადამიანები იქ 4 ოქტომბერს. ამ შემთხვევაში ერთი ნაწილი ის, რომ ვაღიაროთ, რომ კი სადღაც მოხდა დანაშაული, მეორე ნაწილი ის, რომ ბრალი ინდივიდუალურად ვის შეურაცხეს. ამ შემთხვევაში დაკავებული ადამიანები პასუხისმგებლობაში
მიცემული ადამიანების წინააღმდეგ უნდა არსებობდეს მტკიცებულებათა ერთობლივება იმგვარი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ მათ მართლა ჩაიდინეს დანაშაული. ამ საქმეს კიდევ მეორე პრობლემა აქვს, რომ არ ჩაუდენიან ხალხს ის დანაშაული, რასაც ედავებიან. თან არის დუალური ბრალი, ერთი და იგივე ქმედებაზე ორჯერ ხდება ბრალდება. ეს თემა რო დროებით დავხუროთ, შეგვიძლია უბრალოდ კიდევ ერთხელ გამოვთქვათ, პირადად ჩემი პატივისცემა აღფრთოვანება, რა ვიცი, ყველანაირ ერთის მხრივ საქებარი სიტყვა და მეორეს მხრივ კი სოლიდარობაც სინდისის და პოლიტპატიმრების მიმართ, რომლებიც კვლავ ციხე საპატიმროებში არიან და ამავე დროს მიმაჩნია, რომ სრულიად უადგილოა მორალური განშისმთელობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილებები. პოლიტიკურ პროცესზე უფრო მეტი მინდა რომ ვისაუბროთ თქვენთან, მაყურებელს გავაცნოთ ერთ-ერთი ბოლო ახალი საინტერესო ამბავი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის პერსონალურ მილოცვას უკავშირდება სომხეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. მან სულ რამდენიმე წუთის წინ თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ეს განცხადება, მოკლედ და წაგიკითხავ. ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის ეროვნულ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას, წერს ტრამპი. ძალიან მიამაყებოდა, რომ არჩევნების წინ დავუჭირე მხარი და ეჭვი არ მეპარება, რომ სომხეთის შესანიშნავი ქვეყანა მისი ლიდერობის პირობებში სიდიადისა და წარმატების ისეთ დონეს მიაღწევს, რომელიც ყველაზე წარმოუდგენ მოლოდინებსაც გადააჭარბებს, წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში. ეს ხდება ჩვენს სამეზობლოს, ჩვენს გარშემო. პრეზიდენტ ტრამპის ინტერესიც შეერთებული შტატების სახელმწიფო ინსტიტუტების დამოკიდებულება და ფოკუსი სამხრეთ კავკასიაზე არის გასწორებული. საქართველოც არის ამ ინტერესის ნაწილი კონგრესში და მანამდე სახელმწიფო მდივნის განცხადებაში და მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური ჯგუფის ვიზიტის შემდგომ საელჩოს განცხადებებში აისახა ეს კონკრეტული მოლოდინები და ჩვენ ვნახეთ პასუხი საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან გუშინდელი და დღევანდელი განცხადებებისა და გადაწყვეტილებების მხრივ რას მიანიშნებს ეს? მე მგონია რომ პირველ რიგში ქართული ოცნების პასუხები და ეს განცხადებები, რასაც აკეთებენ, მაინც შიდა მოხმარებისთვის არის გათვლილი და ეს ევროპელ პარტნიორებს და ამერიკელებს რა თქმა უნდა არ მიემართება, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა მათ ყველაფერი ესმით და ყველაფერს აანალიზებენ, თუმცა შეიძლება ისო შერბილებული სისხლისმღერლის პოლიტიკა ამ შემთხვევაში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების მიმართ შეიძლება იყოს ნიშანი გაგზავნილი ამერიკის ხელისუფლებისთვის და მოქმედი ადმინისტრაციისთვის იმასთან დაკავშირებით, რომ მზად ვართ კომპრომისისთვის, მზად ვართ შეთანხმებისთვის. პლუს შეთანხმებას რა თქმა უნდა ჭირდება კომპრომისი ორივე მხრიდან და თან ჭირდება რომ არსებობდეს რომ კარგი შეთანხმება მიიღწეს, არსებობდეს აქტიური პოლიტიკური პროცესი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ არ არსებობს და ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება. ოპოზიცია დაკავებულია იმგვარი საქმიანობით, რომელიც არავის აინტერესებს და ეს არის ერთმანეთის ლანძღვა და რაღაცების გარკვევა, რაც წენა და ბრაზი, რაც ალბათ წლების განმავლობაში ერთმანეთის მიმართ აქვს დაგროვილი, ამის გარკვევა ეს საზოგადოებისთვის უბრალოდ უინტერესოა და მეორე მხრივ რა თქმა უნდა მუდმივი დამღარაც გვადებს არის ის, რომ ადამიანები ტყვეებად ყავს აყვანილი რეჟიმს. ამ შემთხვევაში რისი მოლოდინი შეიძლება ქონდეთ ადამიანებს და ისევ გვიწევს იმ პოზიციაში ყოფნა, რა პოზიციაში ყოფნა ყველაზე მეტად მეზიზღება, რომ სადაც უნდა გავიხედოთ, შორს უნდა ვნახოთ, უნდა ვიყოთ დამოკიდებულები სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებზე, სხვა ქვეყანაში მოქმედ ადმინისტრაციაზე და მუდმივად გარედან უნდა ველოდოთ დახმარებას არა მხოლოდ ამ საკითხში, არამედ ზოგადად. ამის ეხა მარტივად მოგვარების გზა რა თქმა უნდა არ არსებობს, თუმცა პოლიტიკური პროცესის გააქტიურება დაგვანახებდა იმ გზას, რა გზასაც შეგვიძლია დავადგეთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ალტერნატივა და არსებობდეს იმგვარი წინააღმდეგობა, რომელიც მართლა შეარყევდა ხელისუფლებას და აიძულებდა, რომ გადაედგა გარკვეული ნაბიჯები. ოღონდ ეს, რა ვიცი, ისე და ისე კარგია, რომ ჩვენ გვეხმარებიან საერთაშორისო პარტნიორები, თუმცა ყოველთვის რა ვიცი, ჩვენ თავს უნდა მივხედოთ ჩვენით. თქვენი კრიტიციზმი სრულიად ნათელია ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მე მაინც სამართლებრივ პოლიტიკურ ნაწილთან მინდა დროებით მიგაბრუნოთ, რამდენითაც პარლამენტში დაინიცირდა და დაჩქარებული წესით მიმდინარეობს განხილვა რამდენიმე ცვლილებების, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს პატიმრობაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვადამდე პატიმრობის შეწყვეტას და მათ გაძევებას საქართველოს საზღვრებს გარეთ. სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია მოყვა ამ გადაწყვეტილებას, მათ შორის ეს დააკავშირეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების პერსპექტივას. მაგალითად ბატონი კოტე კემულარია ეროვნული უშუქრების საბჭოს ყოფილი მდივანი იყო დღეს სოფო ზურაბიანთან ეთერში და მან თქვა, რომ ის ელის დიდი ალბათობით, რომ ამ ზაფხულში როგორც მიხეილ სააკაშვილი, ასევე სხვაებიც შეიძლება გათავისუფლდნენ სიდისის და პოლიტიკური პატიმრები. ის ამ მხრივ თავის კუთხით ოპტიმისტურად არის განწყობილი. მეორე მხრივ მე უსმინე ქალბატონ ეკა ბესელიეს, ასევე სოფოს
თეატრში, სადაც მან ეჭვი გამოთქვა, რომ ეს ამისთვის კი არ კეთება, არამედ ის ტენდენცია, რომელიც უკავშირდება გახშირებულ დაკავებსა და დაჭერებს, მათ შორის უცხო ქვეყნის ბიზნესმენებისა თუ რაღაცა ტიპის ოპერაციებში ჩართული ადამიანების, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლების და ასე შემდეგ, ამისთვის დაჭირდათ ამის გაკეთება, რომ ერთის მხრივ კი დააკავონ და ასე შემდეგ, მაგრამ იგივე რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, მერე აქედან გააძევონ იქით. ნუ მოკლედ ძალიან მე შეიძლება რაღაცა დავამატე ახლა ქალბატონიკას ინტერპრეტაციას, მაგრამ თქვენ მაინც როგორც იურის ადვოკატს და პოლიტიკოს რა ინტუიცია რას კარნახობთ, რისთვის აკეთებენ ამას? Ну, ერთი შეხედვით, რა თქმა უნდა, მაგ შეიძლება იყოს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი, უბრალოდ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს იმგვარი ინსტრუმენტი, რაც ქვია უცხო ქვეყნის მოქალაქის მისი ქვეყნისთვის გადაცემა სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად ამ კონვენციას. ამ მოლოდინს ამძაფრებს გარკვეულწილად ზელენსკისა და საქართველოს ხელისუფლებას შორის გააქტიურებული კომუნიკაციაც. ჯერ მაინც ბუნდოვანია ის რა კანონის მიღებაც უნდა ამ შემთხვევაში რომელ ქვეყანაში შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქე ყველა ქვეყანაში შეიძლება თუ მაინც თავის ადგილსამყოფ თუ არ მიიღებს ეს ქვეყანა, შემდეგ რა ხდება, როდი შეიძლება გამომტყინებელ განაჩენო გამოვა, მერე შეიძლება თუ მანამდე ექსტრადიცია სავით იქნება, უბრალოდ საერთოდ არ დავშით და ისე გავაგდებთ ამ შემთხვევაში გააჩნია კონკრეტულად საბოლოო სახე რა იქნება ამ კანონისას, თუმცა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისთვის არ მგონია რომ ამგვარი კანონი მიიღოთ, გამომდინარე იქიდან რომ ისედაც სამართლებრივად ლეგალურად შეუძლიათ მათ რომ მიხეილ სააკაშვილი გადასცენ უკრაინას მოუხდელი სასჯელის უკრაინაში მოსახდელად. იქ მხოლოდ ერთი დათქმა რომ მის სიცოცხლე საფრთხე არ უნდა იმუქრებოდეს იმ ქვეყანაში სადაც ხდება ამ ადამიანის გადაცემა. ნუ სანამ რაღაც გადაწყვეტილებებს არ ნახავთ, უბრალოდ კითხაობას და მსგავსებას, ამიტომ აქ შევჩერდეთ და ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ. ოპოზიციურ ფლანგზე არსებული სიტუაციის კრიტიკა გასაგებია, არ არის რთული ამის გაკეთება, მაგრამ ხო, ცოტა უფრო რთულად შეიძლება ასახსნელი იყოს ის, რაც ხდება ქართული ოცნების კენწეროში, ასე ვთქვათ, ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილისადმი ქებადიდება და ასე ვთქვათ, დამოკიდებულებას არ არის არც მოულოდნელი გასაგები, მაგრამ ამ ბოლო 2 დღის განმავლობაში არამოტივირებულად აქტიურად შინაარსობრივადაც და ფორმითაც გაუგებრად ამოხეთქავს ხოლმე ქების ხო და რა ხდება თქვენი აზრით, ეს ვულკანი ახალი რამ გამოიწვია? ხო, ნუ რისი ნიშანია? წარმოიდგინეთ, პრემიერ-მინისტრი გამოდის საგამონაკლისოდ ბრიფინგს ატარებს და მთელ ბრიფინგს უძღვნის იმას, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს, ჩვეულებრივ მოქალაქეს აქებს და ადიდებს და გვიმტკიცებს, რომ ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა არ არის. თავად ამ ბრიფინგის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობა და საწინააღმდეგოს ამტკიცებს იმისა, რასაც ამტკიცებს კობახიძე. თუ ბიძინა ივანიშვილი შენი უფროსი არ არის, რა საჭირო რომ საგამონაკლისოდ ბრიფინგი ჩაატარო და ეს ადამიანი აქო დადიდო და სხვაზე არაფერზე არ ისაუბრონ. პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყნის მეთაურია, რომელსაც ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან საკმაოდ ბევრ ფულს უხდით იმისთვის, რომ აკეთოს საქმე, რომელიც ადგენდა ქართულ ხალხს და ჩვენს ქვეყანას, ამის ნაცვლად მთელ დილას და ალბათ ღამესაც უთმობს იმას, რომ ჩაატაროს ბრიფინგი, რომელთაც შეაქებს მხოლოდ ერთ კაცს. წარმოიდგინეთ, ამ ქვეყანაში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ყავს უფროსი. უკეთესად ჟღერს, რომ საქართველოს პრეზიდენტს ყავს უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის დირექტორი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამაზე რაიმე სადაო თუ არის ამ ქვეყანაში, არ მგონია ძალიან მარტივი ექსპერიმენტი შეგვიძლია გავაკეთოთ. აი ხა ხო გვიყურებენ მათ შორის ქართული ოცნების ჩინოვნიკები და ერთი ჩინოვნიკი მაინც გამოვიდეს და თქვას, რომ ეხლა ბიძინა ივანიშვილმა ტელეფონზე რომ დამირეკოს და მიზეზის აუხსნელად მითხრას თხოვოს, რომ გადადიქით თანამდებობიდან წინააღმდეგობას გოწევ და არ გადავდგები, რომ ამის ვერბალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლიათ, იმდენად დიდია ამ ადამიანის გავლენა და მისი მმართველობის მე რამდენი წელი უკვე ამაზე დავა, გონია არასწორად და სწორედ ამაზე დავას მოყვა, ჩემი აზრით ეს ქებადიდება და იმის მტკიცება, რომ არა, ბიძინა ივანიშვილი ჩვენი უფროსი არ არის და თან იმგვარი ქება, რომლითაც არ ვიცი, ძალიან ნიჭიერ შულსაც კი არ აქებენ ხოლმე ადამიანები, ძალიან რთულია ამგვარი ქების როგორც პირიდან ამოშება, ისე ამგვარი ქების სმენა საკუთარ თავზე. აი სადმე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ერთი შეიძლება ეს იყოს, რომ ასე მიდიხარ და ვიღაცები მოდიან და ისე გაქებენ, როგორც კობახიძე აქებდა ბიძინა ივანიშვილს, ასე რომ მგონია, რომ კიდევ ნახავს. ფაქტია, რომ არა მარტო სიამოვნებს, არამედ ითხოვს ამას, იმიტომ რომ არ ვიცი ხა კონკრეტულად ეს ყველაფერი ვინ მოითხოვა, შეიძლება მოთხოვნის გარეშეც პროფილაქტიკის მიზნითაც მოხდეს. მე თუ მკითხავთ, პროფილაქტიკის მიზნით ქებაც საინტერესო მოვა. არ თვეში 3-4 პროფილაქტიკის მიზნით ქება არის კარგი იმისთვის, რომ თანამდებობა შენარჩუნო. თუმცა ერთი ადამიანი ვიცი, რომელიც აქებდა ისე კარგად ბიძინა ივანიშვილს, როგორც მგონია, რომ აწი ვეღარავინ ვეღარ შეაქებს და ეხლა ციხის აწმელზე წუწუნებს ხოლმე, ასე რომ მარტო ქება არავის შველის.